მე პოეტად ვთვლი პირველ რიგში ჩემ თავს. ის რეგალიების ჩამონათვალი ძალიან გრძელია. წერალი მუსიკოსი პერფორმანსების უბადლო შემსრულებელი. და გვერდზის ერეკლე დეისაძე. მითხარი რა გჭირს? კომფორტია ჩემთვის წინააღმდეგობა და როცა ეს გავაცნობიერე, მივხვდი რომ ამის გარეშე არ შემიძლია ხანდახან ესეც შეურაცხყოფას გემატრება. მე მინდა ადამიანებში არსებობდეს წინააღმდეგობის განცდა. ეს არის ყველაზე დიდი იარაღი, რაც ადამიანს გააჩნია. მე ვფიქრობ, რომ ხელოვნებით შეიძლება რაღაცის შეცვლა, ბევრი რამის შეცვლა. ერთ დღეში გახდი იმდენად ცნობილი, რომ ყველა შაქოლით გემუქრებოდა. თავიდან ბოლომდევებას რა? საიდუმლო სირობა. სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტის გალობა. ეს ტრიქონები ახალგაზრდა მწერალ ერეკლე დეისაძის რომანიდან. სათაური გამოვიტანე წიგნზე, რომელსაც ფასაშორის თავის დროზე გამომცემელი ეწინააღმდეგებოდა. მე ვუთხარი, რომ ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ კონკრეტულად ამ სახელს არ დავარქმევთ ამ წიგნს, ვიცი ამათი იმპულსები, შიშები, ესეთი წიგნი გამოდის, უკვე ნიშნავს, რომ ამას მოყვება დიდი აჟიოტაჟი. არა ძალადობას, მაგრამ არა ჩვენს ღირსების შორა. რეალურად ეგ იყო იმპულსი, რაც შემდეგ გადაიზარდა დისკურსში, რომ ლიბერასტები და ქართველობის დამცველები ამ დროს ძალიან არამიმზიდველია ჩემთვის ან ერთი ჯგუფში ყოფნა, ან მეორეში. მაინტერესებდა სადამდე მივიდოდა ეს ყველაფერი, ეგ იმდენად მაინტერესებდა, რომ ყველაფერზე ხელის მომწერი ვიყო. იმიტომ რომ მოსაწყენი იყო ისეთი ცხოვრება იყო, რომ მოსაწყენი იყო და მინდოდა რომ უფრო კარგი ცხოვრება მქონოდა და უფრო გამერთო ჩემი თავი და მოწყენილი არ ყოფილიყავი და აი ამ სურვილმა ეს ყველაფერი განაპირობა. ჩვენ მას მიზლობთ ერეკლე დეისაძე. შესანიშნავ პოეტ და მუსიკოს. ქართული ენა ძალიან მდიდარი ენაა, მაგრამ მუსიკალური გამოცდილების თვალსაზრისით ესეთი პრეტენზიულია, რომ შუალედური ზღვარი არ გააჩნია, არის ან ძალიან კარგი, ან ძალიან გოიმური. როდესაც ვერი ხარ თუნდაც სიყვარულზე ქართულ ენაზე. და ამ ბევრი ისეთი წაუკითხავი კოდია, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა გაიხსნას და ამის მცდელობა მაქვს მე ქართულ ენასთან მიმართებაში. ყველანაირი გზნობებით შეურაცხყოფილი ვარ. ფრაზი არის იმპულსი, შემდეგ რაღაცის კეთება. რაც მამას უნდა, ეგ სიმღერა არის შვილებზე და იმ ურთულეს გზაზე, რასაც შეიცან თავი შენი ქვია, მაგრამ აღიქმება როგორც მამის შეურაცხყოფა. შენ გახარი სადაც მამას უნდა თანდათან ხდები რაც მამას უნდა ჩემმა შვილმა რო ასეთი რაღაც დაწერო. მივახვედრებ მამის როლი როგორია საქართველოს. მე მქონდა განცდა ძალიან როცა ძალიან ბევრი ადამიანი კაშმიკრავდა და მანდ მივხვდი ეს ხალხი როგორც ერთ ჩვენი დროს რაღაცაზე აღფრთოვანდება ისე ჩაქოლავს მეორე დღეს და ქვებს დაგიშენენ. სისტემა უნდა დაინგრეს, დაიწერა 2012 წელს ცვლილებების დიდი სურვილი. ამ სლოგანს დღეს იყენებს ყველა მხარე, მათ შორის ადრესატებიც, ვისაც მე გულისხმობდი მაშინ ის ხალხიც. ჩვენ უკვე მზადვართ ხმის ჩახლეთ შვამდელი ღვინოთ სისტემა უნდა დაიგრეს. მოგვიანებით პატრულის თანამშრომლებმა პერფორმანსის ერთ-ერთი ორგანიზატორი ერეკლე დეისაძე სისხლის სამართლის კოდექსის 255 მუხლის საფუძველზე დააკავეს. პოლიციის თანამშრომლებმა დეისაძე მანქანაში ჩასვეს, ადვოკატებს კი არ განუმარტეს, რომელ წინასწარ დაკავების იზოლატორში გადაჰყავდათ ის. ეს იყო 2016 წელს, როდესაც სახელმწიფოს კანცელარიის შენობაზე პროექტორით მივანათე გასპარ ნოეს ფილმი ლავ. ეს ფილმი უნდა ეჩვენებინათ ბათუმის კინოფესტივალზე, რატომღაც იქნა ამოღებული და დავინახე, რომ სახელმწიფო გვევლინება როგორც ცენზორით და ის წვეთს ეს პორნოგრაფია თუ არა. პარალელურად აჩვენებს წამების კადრებს ახალგაზრდებს, რომ გაახსენოს წინა რეჟიმის სისხლიანი სახე. კიდე პარალელურად იღებს და შანტაჟებს პოლიტიკოს ქალებს, რომელთა ჩანაწერებსაც თვითონ დებს. და ამის ფონზე ფილმს, რომელიც თამამის სცენებით გამოირჩევა, უსადაგებენ პორნოგრაფიულ მუხლს. ხო ხდები რამ ხელა აბსურდია ის. აი ესენი კაია. ქართულ ენაზე რომ ამბობ, რომ ვერ მღერიან თქო, მარტო ესენი მღერია. და კიდე რამდენიმე. კაია კაცო.
დღეს იმიტომ სხვა რეაქციები, რომ ხალხი მე ვფიქრობ რაღაცეებში გაიზარდა. მე მგონია, რომ პრეცედენტები უნდა შევქმნათ. პრეცედენტები რაღაცები, ესე ვთქვათ, იცვლება. ან ფორმას იცვლის. დროებით მაინც. ჩემში არსებული რაღაც განცდების გადარეფრეშება მოხდა გარკვეულ დროს, როდესაც რაღაც სხვა ინფორმაცია მივიღე. ტყიბულში მეშახტები ერთ დღეს 6 მეშახტე დაიღუპა, გარდაიცვალა და ივენთი გააკეთეს კლუბებმა, ფული შევაგროვეთ და რატომღაც მე დამეკისრა მისია, რომ ეს ფული მიმეტანა ამ ხალხთან და მომიწია ამ ერთ დღეს 6 პანაშვიძე მისვლა. ეგეთი გაბრაზებული არის ეს იყო. ძალიან უმწეობის განცდა მქონდა და ვფიქრობდი, რომ საერთოდ რა აზრი აქვს ყველაფერს რაც კეთდება და რამდენად მოწყვეტილია აქვე ჩვენს გვერდით რა ხდება სასაკლაოა ცოცხალი რომელზეც ხელისუფლება კარგი გავიგეთ და გავიგეთ რომ ბიზნესი უფრო ისა თავარია ხელისუფლებისთვის ვიდრე ადამიანის ჯანმრთელობა მაგრამ სამწუხარო ისაა რომ ხელოვნებისთვისაც რომ ეგ აღმოჩნდა და ხელოვნებაც რომ ამაზე არ კომენტირებს რაც იქ ხდება რაღაც სხვა რაღაცები დგას ხელოვნების დღის წესრიგში ხელოვნებას დასაბრუნებელი აქვს აფხაზეთი დასაბრუნებელი აქვს სამაჩაბლო სლოგანების დონემდე დაყვანილი პატრიოტიზმი პუტინ ხუილო და იქ ვიღაცას შევაგინეთ და აი რაღაცა ეს არის ფარჩაკობა იქ არაფერი არა მე მინდა რომ ხელოვნება ამ ხალხზე აქცენტირებდეს, კომენტირებდეს, ძალიან დიდი ჯგუფი მოსახლეობის აბსოლუტურად მოწყვეტილია იმ ყველაფერს, რაზეც თანხმდებით თუნდაც ინტერნეტში მყოფი რაღაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი. და დანარჩენ ხალხს რას ვეუბნებით, რა გვიკითხავს მათთვის, რა უფრო მნიშვნელოვანია, გამოხატვის თავისუფლება თუ შიმშილი. წინააღმდეგობაა ხელოვნება. სხვა შემთხვევაში სხვა დანარჩენი არის პლასმასის შეფუთული სილიკონი, რომელიც არც გაიხსნება, მუდმივად ერთი ფორმა ექნება და მისი ადგილი, ანუ ვიცით სადაცა. ვერ გამოყო პრობლემა და რაზეც გაწუხებს იმაზე უნდა გამოთქვა, მაგრამ აქ საუბარია რამ შეგვაწუხა ჩვენ იმდენი ახალგაზრდა, ამდენი წლის განმავლობაში, რამ გამოგვიყანა გარეთ. აი ეგ ნარკატაკატა და ეგ კი ბატონო